დიუშანით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა იყო. მშობლებს შვილებთან ერთად კანცელარიაში შესვლა და მათ მიერ დაწერილ განცხადებაზე პასუხის მიღება სურდა, თუმცა იქ მობილიზებულმა პოლიციამ შენობაში შესვლის უფლება მხოლოდ ერთ მშობელს მისცეს. ამ ბავშვების უფლებები ირღვევა, პირველ რიგში რო არ უშვებენ, უფლებები ირღვევა. კანონი არ არსებობს, რომელიც მაგას აკრძალა. ბავშვებს შეუძლიათ სტრასბურგში იჩივლონ პირადად და კანცელარიაში უერთდახულან. სამარცხვინოები. პირის დედა ვარ და განცხადების დაწევა არ მიშნე. კანონებს ისწავლიან ბავშვია. რატო ბავშვი რაზდიში ვერ გავიდე? ბავშვი დაისიც სიცხე. არა ვერ გავიყვანთ მას. ახლა მესმით რომ ბავშვია განცხადებელი და შეუძლებელი არის. ორი ადამიანი არ უშენ თქვენი გვარი და სახელი მithქვენ. თქვენი როგორც პოლიციის გვარი და სახელი თემური ნოზოგი ვინმე ჟურნალისტი ხარ ჯაისთან თქვენი ხარ ასეთგებელი ეხლა ხარ თქვენ არ გისმენთ მე თქვენ უნდა მომისმინოთ მე აი თემოსლა გამოიყო აბზან რჩევდა რესპუბლიკის შესაძლებლობის ქონება არ შვებთ ამდენი პოლიციელი შიგნი ამდენი შემდგა ბავშვი ყველა თქვენი სახელი და გვარი წმინდა თქვენი სახელი და არ მე ყველა სახელი და გვარი უნდა დავწერო იმიტომ რომ კვლელები აი ამ ზეში როგორ აი ეს ბავშვი არ გწევია არ გწევია კვლელები კვლელობა მარტო იარაღის გასაგებია გადაგვიკეთეთ არ ვიშვი. თქვენ ახლა ინფორმაციას გადაწყვეტებით. ჩვენ ველოდებით იქიდან პასუხს. კობახიძე და პასუხს ველოდებით. მარტო შეხვედრა არა, ხარით დავით უნდა გადაიდგას. ჩვენ აქ საჭურაო კი არა ვართ მოსული და რაღაცა ელემენტარული ხმები არ გამიხილავთ. ბავშვების სიცოცხლეს ეხება ყველა. მშობლები დიუშანით დაავადებული ბავშვებისთვის მკურნალობის დაფინანსებასა და დაავადების მართვისთვის ახალი მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ. მათი თქმით, ახალი თაობის მედიკამენტებს დიუშანის სინდრომის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის შემდგომი გართულებებისაგან დაცვა შეუძლია. დიუშანის კუნთოვანი დისტროფია არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების დასუსტებას და ადრეულ ასაკში სიკვდილს. გაჩერდები მაინტერესებს. გაჩერდები და მოკვდება შენი შვილი, შენი გაჩერების გამო. რა საუბრებით ამ ხალხს? გამოსი გაგაჩნია საერთოდ. ვინ მოგატყუათ რომ პროცედურებია რომ შესვლა არ შეიძლება? ვინ მოგატყუათ? ხოდა კრიტიკულები ისე იყავით რომ თქვენ თავმოყარეობაც სადღაც გამოაჩინეთ, ხო თქვენ ცხოვრობთ თქვენ თავმოყარეობა. რა პროცედურები? ისი პროცედურები? რაღაც შეიძლება სწორიყო აი ამ ბავშვების ბავშვების დაცვა არ გევალება? ბავშვების დაცვა არ გევალება? ყველაზე პირველი თქვენი ეს არის დასაკეთება და აი მასთან ზარებულები მიწავდნენ წამალიბებს ხოლმე მოწინააღმდეგეთები? როგორ შეიძლება რომ თქვენ ბავშვების საწინააღმდეგოდ აქ კედელი აღმართოთ? შესვლა უნდა და წამალი და სახლიდან ფულის მოტანას არ ვითხოვთ. ხალხო ეს ჩვენი ფულია. ჩვენი გადასახადებია და ბავშვების გადარჩევა. ამ ბავშვების დასაცავად პირველი თქვენ უნდა იქნეთ. თქვენ უნდა იყოთ პირველები, ვინც ამ ბავშვებს დაიცავს ზემდგომებთან. ამ შენობაში სახში რომ მიხვალ და თქვენ შვილებს როცა შეხედავთ რომლებიც დადიან და 20 წელი მოწა სამუდამოულთან ამ წუთში მოუწევ ხელს ბატონ კობახიძე. იმ თქვენ მე შვილებს წავალ ჩემი ფეხით მივარ დანში უნდა თუ უნდა იქნება. ამ ხელა ადამიანმა 3 თვის განმავლობაში მასე რა ყველა თვიმაზე განა და ფულებს იწევს 3 თვის განმავლობაში. მშობლები უკვე რამდენიმე თვეა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. დღევანდელ აქციაზე მშობლებმა 20 აპრილიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტი პროტესტი დაანონსეს. მშობლების თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.